რას ემსახურება ეს აქცია, რას აპროტესტებს საერთოდ, რა თქვა ასეთი ირაკლი კობახიძემ და რის სამაგიეროდ მოითხოვთ ინფორმაციის პოზიციის დაფიქსირებას. საღამოშვიდობისა გიორგი, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რუსთავიორთან, სწორედ იმ დროს, როდესაც ეთერში გადის ახლა ღამის კურიერი, რომელიც მიყავს ნინო შუბლაძეს, ჯერ კიდევ 6 მაისს, ანუ მთელი თვენახევრის წინ ნინო შუბლაძეს და არხის ხელმძღვანელობას მიმართეთ წერილობით, რათა მათ ეთერი დაეთმოთ მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, მაია მწარიაშვილისთვის, რომ მას მისცემოდა შესაძლებლობა პასუხი გაეცა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული მცდარი არაზუსტი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და განცხადებისთვის, რომელიც ამავე დროს არ ღვევდა და არ ღვევს, როგორც თქვენ თქვით, მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციას. საქმე ეხება კობახიძის განცხადებებს, რომ თითქოს მზიამ ეს ყველაფერი გააკეთა დაკვეთით, ვინმეს დავალებით, ქართულ ოცნებას ჰქონდა არაერთი მცდელობა, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეშიც კი, როდესაც მათ ოზურგეთის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს რაღაც დაფარულ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით დააწერინეს პატაკი, სადაც ასეთი ჩანაწერი გააკეთეს, რომ თითქოს მან მიიღო ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელმა ეს ამ ქმედების შესახებ, რაც მოიხატა მის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნაში, დავალება მიიღო მისი დონორებისგან, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ აქაც და სხვა ეთერებშიც თქვა, არა მხოლოდ მან, არამედ ასევე მამუკა მდინარაძემ, სოზარ სუბარმა და სხვებმა თქვეს არაერთხელ, რომ თითქოს მზიამ სტიკერი გაიფიცე, რომელიც მან სინამდვილეში პოლიციის შენობის ღობეზე გააკრა და არა ვინმეს მიაკრა. ესენი კი ამბობენ, რომ თითქოს მზიამ აღნიშნული სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე. რაც არის არასწორი და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მზიას მიმართ მით უფრო მათ ამომრჩევლებში შექმნან არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულება. ასეთი ყალბი ნარატივით ქართული ოცნება ცდილობს მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას, რათა თავისი ამომრჩეველი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეახვედროს მზად იმ განაჩენს, რომელსაც ისინი უმზადებენ მზიას ჯიბეში ჩასმული სასამართლოს და მოსამართლის მეშვეობით. მზიას ადვოკატი სარჩელითაც აპირებს, ეს თქვათ, პროტესტს მცირე სამების გამო, მაგრამ ამავე დროს მოდი ვახსენოთ კანონში შეტანილი ისრულებები, რომელთაც ჩვენ დიდად ბედნიერები არ ვართ ნამდვილად, მაგრამ რომელიც ოცნების მიერვე დადგენილი ახალი წესებით ითვალისწინებს, სასჯელებს იმ შემთხვევაში, თუ კი მეორე მხარეს არ ექნება საშუალება სათანადოდ წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. ეს ეხება თუ არა ამ შემთხვევასაც უშუალოდ კონკრეტულად ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ არხებზე არსებულ პოლიტიკას და იმ კონკრეტულ შემთხვევას, რომელსაც ახლა თქვენ აპროტესტებთ. კი, გიორგი, გეთანხმებით, პირველი რომ ორგვარი ვალდებულება აქვს რუსთავიორს მზიას ადვოკატისთვის მიეცა პასუხის გაცემის და მცდარი ინფორმაციაზე განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. იმ ეგრეთ წოდებულ კანონზე მეტად, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ბოლო პერიოდში და რომლითაც კრიტიკული არხების მიმართ თვითონ პარტიამ უკვე არაერთი საჩივარი შეიტანა კომუნიკაციების კომისიაში, ამ ვალდებულების გარდა, რომელიც რუსთავიორისკენაც მიემართება ცხადია, არსებობს პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და მანამდე კანონისმიერი ჩანაწერები, რომლითაც ორივე შემთხვევაში, როგორც ეთიკური სტანდარტებით, ასევე კანონისმიერი ჩანაწერებით, რუსთავიორი ვალდებული იყო, რომ ჩვენ არ გვიწევდეს თვენახევარი ლოდინი და მეორედ მოსვლა მათ ჭიშკართან ახლა, რომელიც ჩარაზული აქვს და არავინ გამოდის სამწუხაროდ, პოლიცია იყო გამოძახებული, ეკიპაჟი აქ არ ვიცი რას ფიქრობდნენ, რას ვაპირებდით, ჩვენ აქ მოვედით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიუხედავად იმისა, რომ დიდი მე პირადად მაღალი წარმოდგენა არ მაქვს პროპაგანდისტული არხის ეთიკურ ნორმებზე, მაგრამ მაინც დაჟინებით ვითხოვთ, რომ როგორც ეთიკური ნორმები უნდა შეასრულონ მზიასთან მიმართებით, ასევე მათივე ხელისუფლების მიერ მიღებული კანონისმიერი ვალდებულებები და მაია მწარიაშვილს ადვოკატს უნდა მისცენ ამ მცდარ ინფორმაციაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, ისინი შეგნებულად არ აკეთებენ, იმიტომ რომ სწორედ პროპაგანდისტული არხების წყალობით და გამოყენებით, გამოისობით შექმნა ქართულმა ოცნებამ მზიას მიმართ ყალბი ნარატივი და ეხლა არ უნდათ რომ მეორე მხარეს თვითონ
ბრალდებულს, რომელიც უსამართლო და უკანონოდ არის ციხეში გამოკეტილი უკვე 5 თვეზე მეტია, მისცემ პასუხის გაცემის საშუალება. გელა, ძალიან დიდი მადლობა, აქცია გრძელდება, ჩვენც ცხადია სოლიდარული ვართ ამ მოწოდებებში, რომელიც სრულიად სამართლიანია და კიდევ ერთხელ თავისუფლება მზია მაღლობელს ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს, რომელთა რაოდენობაც იზრდება ყოველდღიურად.